დეგაგისტრებ გონცა მართალე ერთი წუთით. ნელა, თვი კარმოარტყა ოპერატორს ხილს. მე გვეწევია, გონცა გვეწევია სპორტსმენი. ჩვენ არა, უკვე დავიღა. რა კარგი ხმა, პირიქით ნახე, აი გაჩვენდი და მოусმინე. კალორიების წვა წავიდა. კუნთების გამაგრება მიყვაზეთ. და კიდე რა? პრესის დაჭიმვაც იქვეა. რაღაცა საერთო ჯგუფური ენერგეტიკაც წამოვიდა. შენ რა ფესებსო? Ja, heute. Aber wenn ისეთ სპორტსმენები რომ დაგეწევიან, ესეც შეიძლება, მაგრამ მინდა რომ გავიქცე. რა ხდება, გამარკვე სპორტსმენი კაცი ხარ, მითხარი რა ხდება ჩვენ სტუდიაში. საიდან მოვიდნენ ეს ველოსიპედისტები? ყველა დუმს. არავინ არ ვიცით რა ხდება და ამიტომ მე მინდა ახლა წარვადგინო სტუმარი. ყველა მემარცხენ ჩვენ პორტი. მოდი მოგეხმარები ნინო. ფიტნეს ინსტრუქტორები თიკო ელიოზიშვილი. მოგესალმებით. ალექსი ვანესიანი, ტომა ბახტაძე და აქეთ ფლანგზე ადამიანები, რომლებიც მუდმივად გარბიან სადღაც. რომლებიც დღეს დაგვეხმარებიან იმაში, რომ გავარკვიოთ, რა არის სპინინგი. რა არის სპინინგი და რა საჭიროა, რომ ჯგუფურად რატომ აინდა-მაინც ჯგუფურად მოგახსენებ. სპინინგი მე მეგონა ანკესის ნაირსახეობა. ახლა თქვენ კვლავ მაგჩვენებას აღწევთ. კი, არის ანკესის ნაირსახეობაც, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სპინინგი არის მაღალ ინტენსიური კარდიოვარჯიში, რომელიც სრულდება სპეციალურად შექმნილ ველოტრენაჟორზე. ანუ ეს არის სპინინგისთვის განკუთვნილი ველოტრენაჟორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ან შევამციროთ წინაღობაც. წინაღობის გაზრდის შემთხვევაში შეიქმნება იმიტაცია, რომ ავდივართ მთაზე. ეს არის რომ აღმართის შეგრძნება და შემცირების შემთხვევაში უკვე ვაკეზე ვარჯიშის იმიტაცია იქნება. აღჭურვილია უსაფრთხოების ღილაკით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოვარჯიშე თუ ცუდად გახდა ან რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ამ ღილაკის საშუალებით მომენტალურად ჩერდება პედალირება და დაცულია, ასე ვთქვათ. კარგი, მაგრამ თავარი გავაჩერე არ გაჩერდება პედალირება. არა, თუ გააჩერეთ, არა, იმიტომ რომ თავისუფალ რეჟიმში არის თქვენ აი ამ ღილაკით, რომელთაც წინაღობას ან არეგულირებთ, იმაშობეთ ის სწრაფად არის თუ ვაკეზე მიდიხართ, თვითონაც ტრიალებს. თავარი ხიბლი აი ამისა, რომ აი რა კუთები ამაში ჩართული, ხო, თითქოს ველოსიპედი მხოლოდ ფეხებს ავარჯიშებს. იცით რა არის, ზუსტად ეს არის, რომ ეს არის კარდიო. სპინინგი რა გულისხმობს? სპინინგი გულისხმობს უბრალოდ საიკლინგი ქვია, საიკლინგი. ბევრ ქვეყანაში იხმარება სპინინგიც. აქ არ არის კუნთებზე აქცენტირება, წეღანაც თქვი, ეს არის კარდიო, ანუ აერობული დატვირთვა. მაგრამ შეუძლებელია ხარ ისეთ ვარჯიშს, რომელიც გულსის ძარღვთა სისტემას ავარჯიშებს. კი, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ცხიმისთვის პროცესისთვის. ანუ მიზნობრივი პულსი და ზონები არსებობს, ეხლა ცოტა ვრცელია ეს თავი ამ სპინინგის ვარჯიშთან მიმართებაში. გულის კუნთის პულსი, გარკვეული, ანუ რაღაცა პულსი არის, რომელიც აი წამოვიღე თქვენ რომ ნახოთ, ასაკის მიხედვით არსებობს სპეციალური ფორმულა 200 მინუს თქვენი ასაკი. ეს არის თქვენი მაქსიმალური პულსი. ანუ ამაზე მეტი უკვე საზიანოა ორგანიზმისთვის. სწორედ ამ მაქსიმალური პულსის 65-75% რომ გამოვთვალოთ, მივიღებთ ციფრს, რომლითაც თქვენ უნდა ივარჯიშოთ იმისათვის, რომ და შეამციროთ ცხიმი. არის გამძლეობის პულსი, ის არის მაქსიმალური პულსი 75-85% და 92% ეს არის უკვე სპორტსმენებისთვის და არ არის რეკომენდირებული. რომ თქვა ზედმეტი დატვირთვა არ მივაყენო. მე მივხვდი ციკო, ვინაიდან გულის კუნთი კუნთია და თუ სხვა კუნთებს ესე ზედაპირულად ვავარჯიშებ, დატვირთვით ხდება ამ კუნთის გაფართოება შევიწროება, ანუ ზედმეტი დატვირთვა, მე მოხდა და აი ეს აერობული დატვირთვა ზუსტად ამას გულისხმობს.
ჟანგბადიც, ანუ ორ რეჟიმში შეგვიძლია ვავარჯიშოთ სხეული. აერობული და ანაერობული. აი ზუსტად ეს ეშლებათ ხოლმე და მე ხშირად არის იმედგაცრუების საბაბი, ანუ ვარჯიშობს ბევრს და არ აქვს შედეგი, ვერ გახთა. იმიტომ რომ მიზნობრივი პულსი არ აქვს გამოყენებული, ანუ არ ვიცით ხოლმე ზუსტად კი ბატონო. ძალზე მნიშვნელოვანია პულსის კონტროლი, სპინინგის ტრენაჟორი აღჭურვილია აი ამ სპეციალური საათით. ძალიან დიდი ბოდიში. აი ხა რატო შეიცვალეთ ეს? სპინინგს აქვს ანუ საჭის პოზიციები. ალექსი, თან შეგიძლიათ გველაპარაკოთ? ახლა ვიყავთ მარცხნივ, ხო? თუ რა ხდება? საჭის ფუნქცია. და რა ეხმარება ეს მოხვევა? თუ შეიძლება ესე ითქვას. მუშაობს. გვერდითი კუნთები მუშაობს. ამ დროს მუშაობს. ეს დიაფრაგმა ხო რაღაც? მუცლის გვერდითი კუნთები მუშაობს. ეწოდებული core muscle. ჩიკო, თქვენ ვაპარაკობთ, რომ ეს არის კარდიო ვარჯიში, ეს არის სიზარვების ვარჯიში, მაგრამ შეუძლებელია რომ უყურებთ, ან უმატებენ ტემპს, როგორ მუშაობს ამათი ფეხები თუნდაც შესაბამისად კუნთების კი, მაგრამ აი ძალიან ხშირი შეკითხვა არის ხოლმე განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ხომ არ დამეკუნთება ფეხები და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ კარდიო ვარჯიშის დროს ანუ ორგანიზმი მოიხმარს ჟანგბადს. ჟანგბადი მონაწილეობს ცხიმისწვის პროცესში. აი ანაერობული რეჟიმი არის მეორე რეჟიმი, როდესაც ჟანგბადი აღარ მონაწილეობს. ეს რეჟიმები ანუ რით განისაზღვრება, რას ნიშნავს? ტემპია რეჟიმის განსაზღვრელი თუ რა? აი ეს პულსი, ანუ რაც მეწერე. ანუ ეს საათზე დაწერილი მონაცემები ველოტრენაჟერზე, ანუ სანსარბენ ბილიკზე ვარჯიშობთ, იქაც არის ყველა დღესდღეობით ყველა თანამედროვე ტრენაჟერი აღჭურვილია პულსის. იმას არასდროს არ ვიცოდი რაში უნდა გამომეყენებინა ეს ხელის მოსაკიდე. არ იყო რომ მიდიოდი რომ აი არ ვიცოდი და ანუ ამიჩქარდა ეს ისე ხო გძნობდი, მაგრამ რეალურად მიზანი იმის მიხედვით არის, ანუ არჩევანის საშუალება გაქვს შემთხვევაში რა. ეს რა თქმა უნდა კუნთები უფრო ელასტიური ხდება და ვიზუალით იცვლება, მაგრამ შესამჩნევი გაზრდა კუნთის არ ხდება, იმიტომ რომ აერობულ რეჟიმში ვართ. ანაერობული უკვე არის, როდესაც თავისუფალ წონებთან და სიმძიმეებთან გიწევთ ვარჯიში და აი ზუსტად მაშინ მიდის კუნთოვანი მასის ზრდა. ერთი რაღაც ჟანგბადო რეჟიმში. გასაგებია რომ ეს თვითონ ტრენაჟერი გვაძლევს ამ ყოველთვის საშუალებას, მაგრამ არ შეიძლება რომ ეს ტრენაჟერი მე ვიყიდე და დავდგის სახში და მარტო მივარჯიშებ. რა ხიბლი აქვს და ამ ჯგუფურ ვარჯიშს? პირველ რიგში мотиваცია არის ის რომ ინსტრუქტორის კაფიო მითითებები გესმით და აი ჯგუფური ენერგეტიკა თქვენ ახსენებთ. ერთად უფრო სახალისოა. თითქოს აღარ ბოლა. ბოლაც არის გვერდზე მდგომი. მიყავდეს გადაცემა და საბჭოებთან ერთად რომ მიყავდეს. მიყავდა მარტო არ იყო ცუდი, მაგრამ თქვენთანაც არ არის პრობლემა. შეგვიძლია. დავჯდეთ? ცადოთ. აი ხა ეს არის ფეხზე დგომით პედალირება, უკვე მთაზე ავიდნენ ჩვენი მოვარჯიშეები. შეგატარებათ შემიძლია. კი, რეჟიმი და შესაბამისად უკვე სხვა ზონაში ვარჯიშობენ. თუ დამიცხოვთ მინდა. ხან დაამთავრებენ და როდი შეიძლება ვცადოთ? ეს ყველაზე ინტენსიური ნაწილია. ახლა ეს საჩვენებელია, რა თქმა უნდა, რომ მოკლე დროში ჩავეჭერ. თუ გულის პრობლემები აწუხებს ადამიანს, შეიძლება ეს რაღაცა დაეხმაროს, ჟანგბადის უკმარისობა რაღაცა. აი გამძლეობის ზონაში ვარჯიშით ზუსტად შეგვიძლია, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც მალე იღლება, ვისაც უჩქარდება გული, მაგალითად კიბეზე ასვლის შემთხვევაში, თუ კი რეგულარულად 50%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ეს არის დამტკიცებული მეცნიერულად ასევე და შეგიძლიათ შვიდად. რადგან აულებრივ ველოსიპედზე არ არის შესაძლებელი. ჩვეულებრივზე არ არის შესაძლებელი, ეს არის სპეციალურად შექმნილი. ჩვენთვისაც სპეციალურად სხვა შუადღისთვის მე მგონი. რადგან ეს არის ჯგუფური, მე ძალიან მინდა რომ თუ გავწდით ყველა ვცადოთ, არა? კი ბატონო, ტემპი ცოტა მაშინებს ინარი. არა, ჩვენ დავარეგულიროთ. არა, ტემპიც ან მე იცი რა მაშინებს, აი ეს მაშინებს. მე არ მაშინებს. არა, გაიხდი აფრიკა. გავიხდი. წავედით. მე საუკუნის შუადღეებში იტალიელი ქალების შუა ვარჯიში ვარ იმას რა ქვია. რა ქვია? მე პეტრე ხოშტარია დამითმობს. ო, იდე მეც. არა, მე გადაცემის ამ განხორე დარჩეს კიდე და ბიჯდებია. აი თიკა შედა ბიჭები მოვლენ და გაგიზიარებენ გამოსვლა. ძალიან კარგი, მოდი, მაშინ ბიჭებს სკამის რო დამეწე არ იქნება ცუდი. დავხტე?
იშდებოდი ყოველთვის კარგად ივარჯიშობ. მაშინ თქვენ ჩვენთან მოგწანდით და გავისაუბროთ, მაშინ ჩვენ ვიდრე ჩვენ. თავისი ველოსიპედი. მაშინ ხარ მეტკინება აქ? შვენიერია. ძალიან მარტივი დამიყენე. ვერწმებიცი? მოგარგებთ ხა ალექსიანა. კი მოგვიდეთ ჩვენ ვარ საერთოდ მიკროფონი დაუბრალოდ, მაგრამ მაინტერესებს დიდი ხანია ანუ სპეციალური თუ შეიძლება სპორტი ეტოდოს სტანდარტი არის. გამები ავიცოთ თავიდან. ზოგადად შემოდადიხარ. შვენი. 10 კილო დაუკლია, კავიც მე პარალელურად საუბრები მიდის. 10 კილო დაუკლია 3 თვეში პეტრე. ეს რეჟიმისა თვალებებაც. მე ხმა ძალიან მარტივი მიყენე. და სულ თქვა რაღაცა კიბეზე ასრის დროს გამოგიწორდა ეს რაღაცა გულის. ყველაფერი გამოსა. ვაიმე პროდიუსერი მანიშებს და ბევრი საუბრობთ და მე არ ვიცი ვინ საუბრობს. რა ვქნათ? მე მივდივარ საკიდრებზე, რა წამოგიღოთ? სიგარეტი და ლუდი. მოგეთ მარტო მე ვარჯიშობ რა, შენ ძალიან ნელ ატრიალებ. გოგოებო, მე უფრო ცალკე რეალურად მე გაცილებით დიდი ხევი. ძალიან ბევრი დაკარგეთ. კარგია დაკეთო. არა. რა კარგია? აუ ციკა შენ უნდა გეცადა სპორტული ფეხსაცმელი ხარ. მე თვითონ საგანგებოდ ჩავიცი, მაგრამ მომყვები გვანცა? არ მომინა. მომყვები? იცი რა არის ფეხშეშვარი ცოტა რთული. მე მოუმატე ცოტა. ხოთა შეგიძლია ეს გააკეთო. როგორ? ფეხს დამდგარი არ ძიმა ყაჩა ხეს არ არის ძაღლი. ეხა თქვენი რა არასდროს არ გამომივა. შენ არ გამოგივა, თორე ვერ იმას და ფეხს დამდგარი ძარცულია. ცოტა გზელი ვიჭო ხარ. მოვტრიალდი. მოვტრიალდითო? რეგულირდება სპანი. ხარდება, ხო მეუბნება ეს. ხარდება შენ უმატე. თავისით არა, თქვენ თვითონ არეგულირებთ. არაძოს არ თარდება. ოღონდ არაძოს არ თარდება. რამდენი წუთია ვარჯიში? 45 წუთი გრძელდება. 45 წუთი. მეორე მხარე ჩამომხსენი. ზო. ეს დაციე. აცხარ და გული? გზნობ რაღაცა იმ. აქ კიდე კუნთები ფეხზე. უნდა წამოდგეთ ძიმა მთაზე არ სართულია სპორტული აღჭურვილობის გარეშე. არა. რთული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კიდე მთელი კვირა სამუშაო მოვალი. აი და პროსტა. აქ უნდა მოვშეთ. ამ მთელი კვირა. მაგრამ ძალიან საბათია დღეს. დაუბრუნოთ მაშინ. ველოსიპედები პატრონები. კარგი იყო. ძიმა მოგეწონა? თასი წვით იმა როგორ შეაფასებ აი ამ პროცესს? დაიღალე? დღეს სამსად შეგურთიო რა თამაში. არა, ფაქტია, რომ რაც ეს ბლოკი დაიწყო, ჩვენ დავსვით კითხვები, მივიღეთ ინფორმაცია, პასუხები, განუწყვეტლივ ატრიალებენ პედრებს ეს ჩემი 2 წუთიანი ვარჯიშის გამოცდილება ესეთი იყო, რომ უკვე მიგძენი პრესის დაჭიმა, მე ვიგძენი ფეხის კუნთების დაჭიმა ვიგძენი და რაც არის ეს ხო მეც იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს იყოს ძალიან დამღლელი რაღაცა არა ეს თავიდან სანამ ახალბედა ხარ თუმცა დასაკეთებენ ბოდიში ეს ერთ-ერთი ვარჯიშის სახეობა ჩართულია ხელის ანუ ზურგის კუნთებით და წინანდელი ანუ მხოლოდ ამით შეიძლება შემოიფარგლებოდეს ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესია იმ მხოლოდ ამ ვარჯიში ეს ერთადერთი დისციპლინაა ფიტნესში შეიძლება ითქვას რომლითაც შეგვიძლია აი ამ 4-ვე ზონით ვარჯიში და საკმაოდ ინტენსიური მხოლოდ ამით და ისე ნუ რაღაცა დამატებითი პრობლემური ადგილები თუ არის რა თქმა უნდა სასურველი იქნება თუმცა იმის წვისთვის ძალიან მალე ვიღებთ ხოლმე შედეგს და ამიტომ ძალიან პოპულარულია ჩვენთან კლუბში დღეს-დღეს სათხება ეს ხოლმე ესე იგი აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ როდესაც უკაცრავთ როდესაც მივდივართ რაღაცა გვაქვს ურთიერთობა ტრენაჟორთან თუ შეიძლება ესე რაღაც ხელსაწყოს და რომელიც ვარჯიშობთ აი ეს პულსაციის რაღაცა კი აუცილებლად მომენტები რომელსაც დაგვაყვალიან და კარგად აღვნიშნოთ და რისთვის არის და როგორ გამოვიყენოთ ხო რომელიც აქამდე არ იყო სულ ყოველთვის ვცდილობთ რომ განსაკუთრებით ხუთშაბათს მოვიძიოთ რაღაცა ისეთი ჯანმრთელობისთვის სხეულის სილამაზისთვის ასარგებლო რაღაცა სიახლეები დღეს ვიპოვეთ ეს არაჩვეულებრივი სპორტის ეს არაჩვეულებრივი სახეობა ჯგუფური ვერსია ვარჯიშის მაღალ ქუსლებზეც კი ვცადეთ ჩვენთვის გვეჩვენებინა ჩვენ შემოგთავაზეთ და გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია ხაზე ასვლა ახსენეთ და ქართველმა რეჟისორებმა და საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა
ძალიან მაღალი მწვერვალები დაიპყრო და სწორედ ამის თაობაზე ვისაუბრეთ. ჩვენი განაცხადი. ყველას ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა სპორტსმენებს, აბა პირდაპირ სტუდიიდან ველოსიპედებით. რა თქმა უნდა, ბორბალი უნდა.